ითვლება, რომ სამყაროში ყველაზე იშვიათი და შესაბამისად ყველაზე ძვირფასი მატერია არა ოქრო, არა ბრილიანტი, არამედ მისი უდიდებულესობა ხე გახლავთ. დღეს სწორედ ამ ძვირფასი მასალის საქართველოში ყველაზე დიდ გადამამუშავებელ საწარმოს ვესტუმრებით. ეს არის ეკოუდის საწარმო და დაგათვალიერებინებთ ჩემთან ერთად თუ რა გზას გადის ერთი ჩვეულებრივი ხე თქვენს სახლამდე, რომელიც უკვე შემდეგ ამშვენებს თქვენს კიბეებს, მაგიდებს, თაროებს და ასე შემდეგ. სალამი გიორგი, კეთილი იყოს ჩემ ფეხი ეკოუდის საწარმოში. ერთ სული მაქვს, როდის დავათვალიერებ თუ რა ხდება, რა საწარმოებთ აქ და თან პარალელურად მომიყევით როგორ დაიწყეთ, საიდან მოდის ეკოუდი, როდის დაარსდა და ასე შემდეგ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, მადლობა რომ დაინტერესდი. ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გქონდა წლების განმავლობაში რომ შეგვექმნა ისეთი სივრცე, ადგილი წარმოების კუთხით, სადაც შევძლებდით სხვადასხვა პროდუქციის შექმნას, გადამუშავებას და ასე ვთქვათ, ესეც რაღაც კუთხით ქართული საქმეა. და დადგა ის დღე, სადაც უკვე ფაქტობრივად მესამე წელია ეკოუს თავისი საწარმო ხაზი აქვს ნატახტაში. რამ განაპირობა ამ საწარმოს დაარსება და თავიდან საიდან დაიწყეთ ეს ყველაფერი? პირველი ეს ემსახურება ნარჩენების შემცირებას, იმ კუთხით, რომ რეალიზაციის დროს, გადამუშავების დროს ხდება ასე ვთქვათ, გამოუყენებელი, მორჩენილი პროდუქციის აგრეთვე წოდებული ნაშთი, სადაც სურვილიც არის და მიზანმიმართულის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ გამოუყენებელი მასალები და რეალობაში ეს დარჩენილი და მორჩენილი ნარჩენები მიზანი და სურვილი იყო, რომ კვლავ წარმოებაში დაბრუნებული იყო და ახალი სიცოცხლე შეგვეძინა მათთვის. ჩვენ აქ ნათლად ვიხილავთ მაგალითს, რომელიც შედგენილი ასე ვთქვათ, ტექნოლოგიით შეიძლება სხვა პოზიციების ასე ვთქვათ, დეტალების დამზადება. კი, დეტალების დამზადება, რაც ფაქტიურად ვფიქრობ, რომ ქართული საქმისთვის და ქართული ბიზნესისთვის კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია. თუმცა ეს ყველაფერი მე როგორც ვიცი ამ მასშტაბით არ დაწყებულა თავიდან და აი ეს მაინტერესებს როგორ იწყება ეკოუდი 2015-ში, სად იყო თავიდან და ასე შემდეგ. ჩვენ აქ ვიხილავთ, ჩვენ საწყის 2015 წელს რითაც დავიწყეთ ოპერირება, 8 კვადრატულში დავიწყეთ და აქ სადაც ვიმყოფებით 8000 კვადრატულია. რეალობაში ეს განაპირობებს, რომ რაღაც ეს ძველი ოფისიც აქ გაქვთ ამავე ეს სიმბოლიკა შენარჩუნებულია, თვითონ ძველი ლოგოც, ძველი ტერიტორიაც. ნახოთ, საინტერესო. ხო, მივიდეთ, ნახოთ, სადაც ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ 8 კვადრატულში დაწყებული ბიზნესია, ბიზნესი, რომელიც ნამდვილად მთელი ენერგიით და ესეთი მონდომებით ვცდილობდით ამ მიმართულებით განვითარებას. ეკოუდის პირველი ოფისი. პირველი ეკოუდის ოფისი, ეს 8 კვადრატულში, სადაც მოახერხეთ და ვცდილობდით ოპერირებას. აქ კედელზეც მინიშნებულია, რომ ჩვენი ძველი ლოგო თუ ჩანს და ტელეფონის ნომერიც ხელი ხაზი, რომელთაც სარგებლობდით. ну, ფაქტიურად უკვე 2015 წლის მერე ხელუხლებელია, როგორც არის ეს სიმბოლიკა დავტოვეთ. მოკლედ ყველაფერი დაიწყო აქედან. კი. მადლობა ოფისი. ესეც თქვენი ოფისი იყო? ესეც მეორე იყო, ან ფაქტიურად ორი პატარა ადგილი ქონდა. ეს სივრცეში, ეს იყო დიდუბეში. ბაგრატიონის ხიდთან ქონდა პირველი ლოკაცია. და ასე ვთქვათ, მაგის მერე უკვე შევძელით ის, რაც ამ მოცემულობით წყალსადენის 21-ში ოპერირებთ, აგლაძის 15-ში, ეს სავაჭრო ცენტრის სივრცეში. ხო, ნუ დღესდღეობით უკვე ყველგან არის თქვენი პროდუქცია და ხო, დიდ სავაჭრო. საინტერესო იყო იმის ნახოთ, საიდან იწყება ეს ყველაფერი ნამდვილად და ეხლა გადავიდეთ უკვე უშუალოდ საწარმოში. მიშო, ამ ტერიტორიაზე, ესე იგი, 3 ლოკაციაზე არის ლოჯისტიკური, ასე ვთქვათ, სივრცეები, სასაწყობე ტერიტორია. და ხელმარცხენა მხარეს არის ჩვენი საწარმოო ხაზი. სადაც შევიდე და ვნახოთ დეტალურად დავათვალიერებთ. მოკლედ ეს არის სასაწყობე სივრცე, უკვე სადაც დასრულებული პროდუქცია და შემოტანილი პროდუქცია ერთდროულად. კი, ეგრეა, ანუ ტერიტორია, სადაც ჩვენი წარმოებული პროდუქცია არის დასაწყობებული, ასევე იმპორტირებული. რო ჩავშალოთ და მოხმარებლისთვის საინტერესო იყოს ეს ფასადისთვის განკუთვნილი მასალები, შიდა სივრცის მოსაწყობად აი აგერ მაგიდები ჩანს სავარაუდოდ. კი, ბზა, მაგიდის ზედაპირები, სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა სისქის. ეს კონკრეტულად არის ფიჭვის ხის სახეობისგან დამზადებული. სხვადასხვა ზომები და ასე ვთქვათ
ფორმები გვაძლევს საშუალებას მოხმარებას ხო ზედაპირი და გამზადებული საშუალება რაღაცა ამას რო უყურებ სურვილს აღგიძრავს რომ წარმოიდგინო სახლში პირდაპირ აი რაღაცა მარტივი ჩაუტარო და უკვე მაგიდა გქონდეს სახლში. კი, აი მიშო თუ დააკვირდები, ჩვენი მიზანიც ეგ იყო, რომ ყველა პროდუქტი არის DIY მიმართულების, ანუ რაც აკეთე შენი ხელით მაგას ნიშნავს, რომ მარტივად დასრულებადი პროდუქცია იყოს. ბევრი ჩარევა რო არ ჭირდება და პრინციპში დიასახლისებიც რომ მოახერხებენ, ხო, აი გოგოებისთვისაც არ არის გასაკვირი, რომ რაღაც მარტივი ხელსაწყოებით უცებ იამაყონ მე თავისი ხელნაკეთები. კი. ეკოუდი იმდენი წელი არის უკვე ბაზარზეა, რომ რაღაც მომხმარებლის მოთხოვნილებასაც იცნობს, ხო? ანუ საით არის უფრო და მოსმენა, ხო? თუნდაც ის, რომ რა საჭიროებები აქვს, რა სჭირდებათ, სად იყენებენ, რომ ჩვენც მაქსიმალურად შესაბამისი ხისახეობა ურჩიოთ. აი ამ წლებთან ერთად თუ მომხმარებელის თუ ასე ვთქვათ, გათვიცნობიერდა, ანუ ცნობიერების კუთხით რა ხდება? ვთქვათ, ქართულ მომხმარებელში და როგორ რას გვიჩვენებს ვთქვათ აი ეს დინამიკა. მომხმარებელი საკმაოდ უკვე საინფორმაციო კუთხით ნამდვილად გაზრდილია, ბევრი ინფორმაცია აქვს უკვე ამ კუთხით, ხისახეობების კუთხითაც, რომელი არის შიდა გამოყენების, რომელი გარე გამოყენების, უკვე აქ ჩვენც გვახარებს ეგ, რომ მაქსიმალურად უკვე ფაქტობრივად გვიადვილდება კომუნიკაციაც და მოთხოვნა კიდე რასაც ვაკვირდებოდით, იყო ტროპიკულ ხისახეობებზე. ასე ვთქვათ, სურვილის ჰქონდათ, რომ განსხვავებული ხისახეობის ასე ვთქვათ, პროდუქცია გამოიყენებინათ შიდა სივრცეში, თუნდაც გარე სივრცეში. კი, მე ძალიან მიხარია ხოლმე, რომ აი უცნაურობებს რო წავაწყდები, მაგალითად, თუნდაც თქვენთან შოურუმში აფრიკიდან შემოტანილი ხის მასალები გაქვთ და ძალიან საინტერესოა. ფერებიც, გრადაციებიც აბსოლუტურად სხვა არის, რაც მანამდე შემხვედრია და რა თქმა უნდა საინტერესოა. რეალობაში ის ნაძვი და ფიჭი მხოლოდ ფაქტურად ხო ვიღარ უკვე ნაცნობია ჩვენ. ვიღარ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ფაქტურად მოხმარებლებში და თუნდაც ჩვენში არსებობს და ეს ტროპიკული ხისახეობები გვაძლევს საშუალებას სხვადასხვა ფაქტურები და ვიზუალით ის ასე ვთქვათ ამოცანა შევასრულოთ, რაც ან ჩვენ ან უფრო სად აქვს გამოყენება ამ ტროპიკულ ხეს ფასადზე გულისხმობენ თუ უფრო შიგნით ინტერიერში იყენებენ? შეიძლება ითქვას, რომ ყველგან. ტროპიკულ ხისახეობებში ჩაშლა არის. ტროპიკულ ხის მიმართულებაში არის ხისახეობების ჩაშლა, რომელიც შესაბამისი სახეობა, შესაბამის ასე ვთქვათ გამოყენებას პასუხობს. და მანდაც არის დაყოფილი შიდა სივრცისთვის რომელი ხისახეობაა და გარე სივრცისთვის რომელი შესაბამისი. რა სახეობებია ბარემ რო ვთქვათ დასახელებებიც რომ არის ანდოუგი, არის ღეომბი, არის ბელი. ესეთი სახეობები ლამაზი სახეებია ძალიან. რომელიც ფაქტობრივად გამოირჩევა მაღალი სიმკვრივით და ეს რაც თქვით ლამაზი და ესეთი ფაქტურით და ვიზუალით. ყველა ხისახეობა სჭირდება სწორი შერჩევა და შერჩევის შემდგომ უკვე სწორი დამუშავება, რაც აი უმნიშვნელოვანესია. ფაქტობრივად უმწეო მდგომარეობაში რო არ ჩავაყენოთ ხე გარემო პირობებთან, საჭიროა რომ დავიცვათ და ამ დამცავი საშუალებების კუთხითაც ვიცი რომ თქვენთან ძალიან ისეთი მრავალფეროვანი არჩევანი არის, ანუ ზეთები იქნება, გამჟღენთები იქნება თუ ლაქები და ამ მიმართულებითაც გაიზარდა მომხმარებელი წლების მანძილზე და თქვენი პროდუქციაც როგორ იზრდებოდა, ანუ მრავალფეროვდებოდა ეგეც საკმაოდ ამ კუთხითაც ინფორმაცია ასე ვთქვათ და საინფორმაციო პოლიტიკაც გაზრდილია და ჩვენს ვცდილობთ რომ ჩართულები ვიყოთ მაქსიმალურად, არ არის მხოლოდ რაღაც პროდუქცია შეარჩია და რაღაცა მივყიდოთ და რეალიზაცია დაფიქსირდეს. აქ მიყვება ზუსტად ის სწორი კონსულტაცია, რაც სჭირდება და რა ჩართულობა სჭირდება, ეს რა არის, ხო, რა უნდა გავაკეთოს, როდესაც ხის მასალა შევიძენთ. იგივე საკონსტრუქციო კუთხით, ან სამშენებლო, ან სარემონტო კუთხით. თუ ასე ვთქვათ, გარე სივრცეში იმყოფება ხე და გააჩნია ხისახეობას, იმ შემთხვევაში წიწვოვან ხისახეობაზე საუბარი, მას სჭირდება ანტისეპტიკური დამუშავება, რომ არ გაუჩნდეს სოკოვანი დაავადებები, ჭია ეგრეთ წოდებული, ჭია, ობი და ასე შემდეგ, რომელიც დაგვიცავს ჩვენ უახლოესი 10 წლებისგან. და ამის შემდგომ უკვე თუ ასე ვთქვათ დეკორატიულ ვიზუალს წარმოადგენს უკვე დასამუშავებელი საშუალებებით, რომელიც იგივე ხა ჩვენ ზემოთ ახსენეთ ეს პოლონური ბრენდი ალტაქსი და ამერიკული ბრენდის მინვაქსის პროდუქცია გვაქვს, რომელიც ასე ვთქვათ დაიცავს იმ ხის მასალას და იმ პირვადელ სახეს შეინარჩუნებს. ეს უკვე დაიცავს მაგალითად წვიმისგანაც. წვიმისგან, ულტრაისფერის სხივებისგან, მზეს გულისხმობთ ამ და გარე კლიმატური პირობებისგან, რომელიც ეს 4 სეზონი ფაქტიურად ხის მასალისთვის უკვე სტრესია, ხო?
ტენიანობის ცვალებადობა, ტემპერატურის ცვალებადობა და ასე ვთქვათ, მისგან ეს და ასე ვთქვათ, დაზიანება რომ მაქსიმალურად შევამციროთ, ამისთვის მსგავსი ღონისძიება სავალდებულოა. რაც შეეხება ეკოლოგიურ მიმართულებას, აქ ნამდვილად სავალდებულოა, რომ შიდა სივრცეში გამოვიყენოთ წყლის ბაზის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, იმიტომ რომ სივრცე, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ჩვენ სუნთქავთ, მთელი დღის მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი ნამდვილად იყოს ევროსტანდარტებით და ასე ვთქვათ, ამ ეკოლოგიურობის კუთხით. აი რა პროდუქტებზე გვაქვს საუბარი, როცა ამას ხო, ეს ჩვენთან ჩვენი ასე ვთქვათ პარტნიორი კომპანიები და მათი პროდუქცია ჩვენთან ოფიციალურად არის შემოტანილი და ხელმისაწვდომი ეს არის Altax-ის პოლონური ბრენდი და Minwax. ეხლა კონკრეტულად მაგალითად კითხვაა ხოლმე რომ კიბის უჯრედი, კიბის აფეხურები, სადაც ცვეთამედეგობა მაღალია, მაგ შემთხვევაში როგორ ვიქცევით და რა არის ხო, ფეხის შეხება ხშირი რო შეიძლება ამ შემთხვევაში ეხლა ჩვენი საფეხურებიც აქ არის წარმოდგენილი, სადაც სხვა სახეობა თარო მეგონა, ანუ კიბის საფეხური. ხო, საფეხურები თაროთაც გამოგება სხვადასხვა სისქე, სხვადასხვა ზომა, სხვადასხვა ხისახეობა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ასე ვთქვათ, სურვილი, პროექტი და ფანტაზიები რეალობად ვაქციოთ. ეს ახლა მთლიანი გაჭრილი ხე არ არის? ხო, ესეც ახსნათ. მორისგან არ არის ამოღებული? საინტერესო იქნება მომხმარებლისთვის. ეს არის შედგენილი ტექნოლოგია. ვიზუალურად ერთნაირია რა. ვიზუალურად გვაძლევს ერთიანი იერს და ზოგადად ერთიანი ხის მასა რო იყოს, ალბათობა იმისა, რომ დეფორმირდეს არის მაღალი. შესაბამისად რა ხდება? ამ დროს ხდება ასე ვთქვათ, მცირე ზომებად დაჭრა, დარევერსება, ასე ვთქვათ. აი, აქ გვერდიდან უნდა ამოტრიალდეს, რომ შესაბამისად ერთმანეთის მიდრეკილება, ასე ვთქვათ, ნებისმიერ ხეს აქვს თავისი ზოლები, ხო? რადიალები, საერთოდ ასე ვთქვათ, შესაბამის განაპირობებს, ხო, წლებსაც და შესაბამისად მიდრეკილება რომელიღაცა მხარეს. შესაბამისად ეს რო დარევერსდება, ფაქტიურად ანეიტრალებს ერთმანეთის დაძაბულობას. ეგ არ ვიცოდი, რა საინტერესოა, რომ მაგას მნიშვნელობა აქვს. ამისას მიმართულება როგორ უნდა გადალაგდეს და როგორ უნდა დალაგდეს და მაგის მერე ხდება უკვე ჩვენთან უკვე გერმანული წებოები არის საწარმოში გამოყენებული, კლაიბერიtis რომელიც უზრუნველყოფს ძლიერ ჩაჭიდულობას და ხო, ძლიერ სიმტკიცეს. და ეს უკვე მერე პრესის ქვეშ არის, მაღალი დაპრესვის ქვეშ ჩერდება რამოდენიმე საათი და მის მერე უკვე ექსპლუატაციაში და ეს ყველაფერი კეთდება აქ ჩვენთან საქართველოში. კეთდება ჩვენთან, მაგრამ რეალობაში ხო, ჩვენთან რეალობაში არის პროექტები, სადაც შესაბამისი ზომები სჭირდებათ, მაგალითად კიბის საფეხური არანაკლებ 5 სანტიმეტრისა, ანუ ექსკლუზიურსაც აკეთებთ? კი, ზუსტად მაგას გულისხმობს. ხო, რომ ჩვენ შესაბამის მოცემულობას და პროექტს მოვერგოთ შესაბამისი სისქით, ზომებით და ხისახეობით. დარაბები, რომელიც ყველას უყვარს, რომელიც საპროდუქტია, სხვა ზომებშია ჩაშლილი. ხო, ისე ამას თუ დაამუშავებ, თქვათ, გარეთაც შეიძლება ამისი გამოყენება? ეს მხოლოდ შიდა სივრცეს. შიდა სივრცეს. კი. თუმცა კარადის კარად. სამზარეულოს კარადის კარად. იდეალურია და თან აირიზაციას ხელს უწყობს. ხო, მართალია. ანუ არაფერი არ ჩანს ერთი შეხედვით, მაგრამ თუ დააკვირდები, ადგილები აქვს და ხო, ჰაერი მოძრაობს. მუხა მოსაწყენია რა. ანუ შენი მუხაა და გატრენდილია და სახელი გვხვდება და კმაყოფილი ხარ, მაგრამ ამას რო აწყობ, აი ესეთი ჩანართები, იფანი, იატაკის მასალა. იატაკის მასალა, საპარკეტე მასალა, კოპიტი, რომელიც განეკუთვნება ფოთლოვან ხისახეობას, ძალიან მყარია. ძიმეც არის აშკარად. ძიმეც არის, სისქე 2 სანტიმეტრია, რაც უზრუნველყოფს ფაქტიურად დაახლოებით 5-6 ჯერ მოხვეწას და აშკარად იჭედება საკმაოდ რა ერთმანეთში მაგის. აი, ნახე. ხო, და ულამაზესია რა. სისქეს ძალიან, იცი როგორ გამყარდა? კი. და სხვადასხვა ხისახეობის პარკეტი გვაქვს, ფაქტიურად ეხლა სიახლე გვაქვს ის, რომ ამაზონის ტყის მასივებში მოპოვებული ხისახეობა გვაქვს შემოტანილი პარკეტის სახით, მისი ხისახეობა გუარარუბა,
ძალიან ლამაზი. ვა, რა საინტერესო. ეს ჯერ არ გაქვთ შემოტანილი? კი, შემოტანილია, გაყიდვაშიც უკვე გვაქვს. ეს კონკრეტულად ეს სახეობა ეხა საიდან არის შემოტანილი? ეს იმპორტირებულია უკრაინიდან, რომელიც ჩვენი მოთხოვნილი ზომებიდან გამომდინარე არის დამზადებული, ადაპტირებულია. ეს მოთხოვნილი ზომები ქართულ იმას საქართველოს ბაზარს გულისხმობთ. რა საინტერესო. განაპირობებს სისქეს, სიგანეს, სიგრძე. ესეც პარკეტი პირდაპირ ამაზონის ტყიდან, ხო? კი, ეს ის პოზიცია, რომელზეც საუბრობდით, გუარარუბას პარკეტი, რომელიც სიახლე არის ძალიან ლამაზია. ჩვენი მოხმარებლებისთვის და საქართველოსთვის. გამოირჩევა ესეთი ლამაზი ოქროსფერი ფერით და ფაქტურით, რომელიც ამ ფერს, რავი, ვერაფერი ვერცერთი სახეობაში ვერ აღმოაჩენთ. ჭირვალე ლაქითაც დაუფაროთ, ან კიდევ შეიძლება უფრო ტონი გავაძლიეროთ. ტონი გავაძლიეროთ მასთან. ძალიან ლამაზია. და გამოირჩევა, ხო დარწმუნდი შენი თუნდაც ამ სიმყარით, მერქნის ამხი რამდენად მაღალია რა. და ფაქტიურად ეს მასიური პროდუქცია მოკლედ თელი მსოფლიოდან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია და აი ეს მიმართულება, რომელზეც ვფიქრობ, რომ ყოველთვის დავამატოთ ისეთი ხისახეობა, რომელიც ინტერესს გამოიწვევს, რაღაცა სიახლე იქნება მოხმარებლებისთვის. დიდი მადლობა ამისთვის, როგორც თქვენი ერთი რიგითი მომხმარებლისგან, იმიტომ რომ სასიამოვნოა ყოველთვის, როცა რომელიმე კომპანია ზრუნავს აი ამაზე, რომ არ ჩამორჩეს მსოფლიო თუნდაც მიმართულებებს და ყოველთვის გაამრავალფეროვნოს პროდუქცია. რო ფიქრობ მაგალითად საქართველოში და ნეტა ამერიკაში რას აგებენია და ან ევროპაში და აი აქაც კი და საკმაოდ ხელმისაწვდომია. ხა ფას არ გავაჟღერებ, მაგრამ თუ ვინმე დაინტერესდება, შეუძლია ჩვენ ხალხზე დარეკონ და საკმაოდ მისაღებია. მუხაზე ბევრად იაფერეს. აი ამას ქვეშიდან რა შეჭერდება? მხოლოდ ფანერა. ფანერა? კი, მხოლოდ ხელი ფანერა, იმიტომ რომ რეალობაში მაინც ბეტონი მაღალ ტენიანობას გამოყოფს. შემდგომ უკვე ფანერის მერე დაჭირდება ამ ფანერასა და ხეშორის მაკავშირებელი პარკეტის შესაბამისი წებო და უკვე ასე ვთქვათ, კარგი ხელოსანი ამ ყველაფერს მიიღოს идеალურ, ასე ვთქვათ, დარწმუნებული ვარ, ეგრე იქნება. ამ ხელოსნის კუთხითაც შეუძლიათ მოხმარებელს თუ იმეს სურვილი აქვს, არ ინერვიულონ და ჩვენ მივუხედავთ შეძენიდან, ასე ვთქვათ, დაგების სრული სერვისის კუთხით. შვენიერი, თუმცა სრული სერვისიც ყოფილა. გადმოვინაცვლეთ ახალ სივრცეში და ეს არის საწარმო ეკოვუდის, სადაც ხდება იმ პროდუქტების წარმოება, რაც წეგან ვეხილეთ. რას გადის აქ შემოსული ფიცარი, რა გზას გადის, იქიდან დავიწყოთ ახლა ეს ყველაფერი. აი მაგალითად პირველიდანაც გარი რას აკეთებს. პროდუქცია, რომელიც ფაქტიურად გამოუყენებელია, ზოგი დაზიანებულია, ზოგი მორჩენილია სხვადასხვა პროექტებისგან, ხდება გადამუშავება და ის ტრენდული და მოთხოვნილი პროდუქცია, რომელიც წარმოჩენილია და გაყიდვაშია ჩაშვებული ჩვენ ასე ვთქვათ, საიძეს და შოურუმში, თუნდაც ერთ-ერთი მაგალითი რო ავიღოთ, დეკორატიული პანელები, რომელიც ფაქტობრივად აქ დაიბადა და ამ დეკორატიული პანელებით ვაძლევთ საშუალებას, რომ გაალამაზონ ის თავისი, ასე ვთქვათ, ლამაზი სივრცე, ეს კომერციული ფართი იქნება თუ და გააჯანსაღონ. გარდა ამისა, საწარმოში გვაძლევს საშუალება იმისა, რომ მოვახდინოთ ზემოთხსენებული, რაც ვთქვით, შედგენილი დაფების წარმოება, ძელების წარმოება, იმას რომ შედგენილი გულისხმობს სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ბევრი შრი არის. ბევრი შრი არის, კი, ნამდვილად, რომელიც წნევის ქვეშაა უკვე ფაქტიურად მე გაჩერებული პრესში და რამდენი ხანი ჩერდება პრესში? 24 საათი. მართლა. რაც გვაძლევს საშუალებას იმას, რომ პროდუქტი გავხადოთ ბევრად მდგრადი, ასე ნაკლებად დეფორმირდება. აი უმყარესი არა, უცი ამას რა უნდა დაემართოს. როგორც შიდა სივრცეში, ასევე გარე სივრცეში შეიძლება თავად ამ პოზიციების გამოყენება. ერთ-ერთი დანადგარია, რომელიც ამ საწარმო ციკლში ასე ვთქვათ ჩასმული, რომელიც უზრუნველყოფს finger joint-ის მეთოდი არის ეს, რომელიც ეგრეთ წოდებულ კბილებს იღებს, სავარცხლის ტიპის. ძლიერი შეერთებისთვის არის, ხო, რა? რომელიც ერთმანეთთან კავშირდება, ну აქ უკვე წნევით ხდება ამ ყველაფრის ჩასმა და ფიქსირდება წებოთი. გარდა წნევისა წებოც მუშაობს. ანუ რას გვაძლევს საშუალებას, რომ აი ესეთი პატარა მოცემულობის, ასე ვთქვათ, გამოუყენებელი პროდუქტი შეიძლება დავაგრძელოთ 3 მეტრამდე. რომელიც 3 მეტრამდე დაგრძელდება, ასევე მე სიგანეში ერთმანეთთან შეწებებით მივიღებთ და იქნება მყარი. აი ნახეთ ესეთი კბილებია, ახლოდან რო ვაჩვენოთ და ესე შეჯდება ერთმანეთში. აი ძალიან საინტერესო. უი, სხვათა შორის კუთხესაც იდეალურად შექმნის ეს. და ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ასე ვთქვათ,
ვთქვათ, მოკლე გამოუყენებელი ფიცრები დავაგრძელოთ სასურველ ზომამდე. ასევე როგორც სიგრძე და მე როგორ სიგრძეში. და მე ნებისმიერი გამოყენება მოუძებნოთ ეს შეიძლება იყოს სავეჯე დაფა, ეს იქნება კიბის საფეხურები, ეს იქნება თაროების განკუთვნილი პროდუქცია. თუ კვლავ, ასე ვთქვათ, დასქელების და სხვა ზომების მოდიფიცირებით შექმნათ სასურველი ძელი. ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ საქართველოში იწყობა ბოინგის კომპონენტები. სწორედ ამ ნაწილების უსაფრთხო გადაზიდვისთვის ეკოუდი აწყობს საერთაშორისო სტანდარტებზე გათვლილ სათავსო ხის ყუთებს, რომელიც სწორედ ასე პროფესიონალურად გამოიყურება. იქნება გამომდინარე, რომ ძალიან მიყვარს ხე და ანუ სახლიც ხის ავაშენე და რა ვიცი, თქვენთან ერთად მეც ელჩი ვითვარ და ყველას ვეუბნები, რომ ხეჯობია ყველაფერზე. თუმცა ამავდროულად, რა თქმა უნდა, ამას მეორე მხარეც აქვს, ხო, რომ ეს ხე საიდან მოიპოვება, სადღაც იჩეხება, გარემოზე როგორ აისახება ეს ყველაფერი და აი ხაც ჩვენ ვართ ეს მთლიანი მორია, ხო, როგორც ხვდები. კი, ეს არის მასიური მორი. მასიური მორი. ერთი ხე არის, ასე ვთქვათ, ამოღებული დაახლოებით. კი, რომელიც გამოიყენება სამშენებლო, კონსტრუქციულ ნაწილში, დეკორის ნაწილში. და ასე ვთქვათ, როგორც პოზიციად მოთხოვნა იყო და ჩვენც მოვახდინეთ ამის შეთავაზება და რაც შეეხება შენ კითხვას, ხო, როგორ აისახება გარემოზე? არ იყენებს ქართულ მასალას. ჩვენ ქართულ ტყეს არ ვერჩით და მით უმეტეს ვცდილობთ, რომ ჩვენი ასე ვთქვათ, მწვანე სივრცეები, ასე ვთქვათ, ჩვენი ჩართულობიცას თუნდაც მაქსიმალურად შევმატოთ და გავაძლიეროთ ეს ხარდაჭერა და რატო? ერთი ის, რომ ძალიან მცირე, ასე ვთქვათ, მწვანე ზონა გვაქვს, ისედაც და სჭირდება მას ხარდაჭერა და ასე ვთქვათ, ჩართულობა, რომ კიდე გავზარდოთ ეს განახლდეს და გაიზარდოს. და რაც შეეხება თვითონ სამასალედ, ქართული ხის მასალა დიდად ვერ წარმოაჩენს თავის თვისებებსაც. რატო? იმიტომ რომ კლიმატური, კაც კლიმატურ პირობებში, როდესაც ხე იზრდება, მეტად უფრო მაღალ სიმკვრივეს იღებს. შესაბამისად, ჩვენთან არ არის ესეთი მკაცრი კლიმატური პირობები, თუნდაც ყინვის კუთხით, ხო, რომ მან ეს სიმკვრივე, ასე ვთქვათ, აიღოს. შესაბამისად, ძირითადად იმპორტირებული არის, როგორც დამუშავებული, ასევე გადამუშავებული ხის მასალა სხვა პოზიციით, რომელიც უკვე საწარმო უზრუნველყოფს ამის პოზიციებამდე ჩაშლას. და თვითონ აი პრაქტიკა როგორია მსოფლიოში ხის მოპოვების? ანუ რაღაცა მათ შორის ახლა ვახსენეთ, რომ ბევრი პროდუქცია ევროპიდანაც შემოგაქვთ, ხო? ესე იგი რაღაც სტანდარტი. კოტირებულია, ნებართვაა გაცემული, რომელიც ასე ვთქვათ, კაცრი მონიტორინგის ქვეშ სრულდება ეს ყველაფერი და სავალდებულოც არის, რომ ტყის ასე ვთქვათ, ფართობის სადღაც 3-დან 5%-მდე მოხდეს მისი გამოხშირვა, ასევე კაცრი კლიმატური პირობების ზემოქმედებით გამოწვეული, თუნდაც აქცეული ქარისგან ან დაავადებული ხის გამოტანა მოხდეს ტყის მასივიდან, რო აღარ მოხდეს ასე ვთქვათ, გავრცელება ამ თუნდაც დაავადების და ასე ვთქვათ, სანიტარული მომსახურება ტყის, ხო, გაჯანსაღებასაც ემსახურება. ეს პროცენტი საკმაოდ უკვე მდენად დიდია, რომ ასე ვთქვათ, არა კანონიერი გზით მოპოვების სურვილი არავისაც არ აქვს. აი ესეთი მარტივი დეკორატიული ღობის მეშვეობით მეზობლები გავხდით უკვე მე და გიორგი. ანუ იმის თქმა მინდა, რომ უმარტივესია, რომ ეს უკვე გამზადებულია ამას დროულად იმისთვის, რომ თქვენ ეზოში აი ასეთი ბასრი კუთხეები ჩაარჭოთ და მორჩან, თუნდაც სამეზობლო ღობე იყოს. თუნდაც რაღაცა ყვავილები გამოყოთ. ეხლა თან სეზონია იმისთვის, რომ ყველა ეზოებს ეცა, ქალაქიდან გავიდა, ცხელა, რაღაცა ყველა ალამაზებს ეზოებს და მე ვფიქრობ მარტივი პროდუქტია, მარტივად დასამონტაჟებელია, ნამდვილად ის ასე ვთქვათ, 3 დეტალი, რომელიც ცოტათი მეტი ზომის არის, ნიადაგში, რომელიც ფიქსირდება და მე ამასაც დაამუშავებ და სასურველ ფერზე მივიღებთ სრული საუბრად. მათ შორის თეთრადაც შეიძლება, ანუ მე ხა ხის ფაქტურას არაფერი მირჩევნია და ხის ფერს. მაგრამ მაგას ერთმანეთთან დაკავშირება და გადამაც ძალიან მარტივია, სპეციალურად ადგილი აქვს დატოვილი, რომელიც შემდეგი სექცია. ესეც თქვენი აწყობილი, ანუ აქ თქვენი ხო, საწარმოს ნაწილის ასე ვთქვათ, პატარა ხაზია, რომელიც ესეც ფაქტობრივად უზრუნველყოფს. აი ეს როგორი პროცესია მაინტერესებს, როცა ახალ პროდუქციაზე ფიქრობთ.
როგორ ხდება ეს რა? პირველი ეს არის მომხმარებლის მოსმენა. სიტუაცია რა საჭიროება აქვს, რა სჭირდება. ამ თქვა შოურუმში შემოვიდა 20 მომხმარებელი და 5-მა იკითხა ღობე ხო არის და რაღაც კუთხით ეს გროვდება, ხო ეს ინფორმაცია თვეების განმავლობაში, წლების განმავლობაში და მე იმ შემთხვევაში გროვდება თუ უსმენს რეალურად კომპანია მომხმარებელს, ზოგჯერ არის ისე ძაღლიყებს კარავანი მიდის პრინციპი რა. ხო, არა, რა თქმა უნდა მომხმარებლები. არ გია რა და ასე თქვა ჩვენ ვფიქრობთ რომ ერთხარეს ვართ, იმიტომ რომ მათთან ერთად ვიზრდებით, ვფიქრობ რომ დღევანდელი სიტუაცია მოწმობს იმას, რომ სწორი განვითარების გზაზე ვართ და ის საწყისი წერტილი, სადაც ის 8 კვადრატული იყო, კი ვნახეთ ყველამ ერთად. და ასე ვთქვათ, მომხმარებელთან ერთად ვიზრდებით. ანუ ამის გარეშე არ შეიძლება რა, პრინციპში მომხმარებელსაც განვითარებისკენ მიყავხარ, ხო? შეიძლება კი ბატონო. მიშო, აი ეს პროდუქტია, რომელიც წეღალ ნახეთ, შედარებით დიდი ფორმატის, რომელიც უფრო მეტად გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი სასურველი სივრცე შესაბამისი ფორმატით უფრო მეტად მოვარგოთ. სეგმენტურია, ადვილად არის გადაბმადი როგორც სიგრძეში, ხო, ერთმანეთს დაუკავშირებ და უფრო სხვა რაღაცას და ეს გამჭოლი სივრცეც გვეხმარება, რომ რაღაც სიმყუდროვე და თან ასე თვალთ არ გადატიხროს, მაგრამ სიმყუდროვე შექმნას. რა ქვია ამ პროდუქტს, რა შეძახი? ჯვარედინა ღობე, ასე ვთქვათ, რომელიც სამ ვიზუალშია წარმოდგენილი, სხვა ზომებით და აი ძალიან მომწონს რო უყურებ და ეხლა წარმოვიდგინე როგორც ეზოებში, ჩემთან მაგალითად რომ რაღაცა ეზო გადატიხრო ყვავილების ზონა ცალკე თუ ისე მდელო და გამოყოდა. ასევე ინტერიერშიც თუნდაც ამას უკან ბიაზის ან რაღაც თეთრ ნაჭერს თუ ამოვაკრავთ, ძალიან იაპონურ ვაიბს წამოიღებს. კი, შეიძლება ინტერიერშიც ამის გამოყენება. გიორგი, მინდოდა რომ საომავლო გეგმებზე მეთქვა და თან რაღაც ლოგიკურად ამ სივრცეში შემოვედით, რომელიც მშენებარია და მომავალში ალბათ რაღაც ახალ სივრცეს შექმნის. რას გეგმავთ და სად მიდის ეკოლოდის ხედვა უახლოეს მომავალში? კი, ხედვა, ასე თქვა, ვფიქრობთ ყოველთვის, რომ ხისახეობები შევმატოთ, სხვა პოზიციები შევმატოთ, წარმოების კუთხით, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო მეტად განვითარდეთ და აღნიშნული ტერიტორიაც მაგას ემსახურება, რომ სასაწყობე ტერიტორიის გაზდის კუთხით, წარმოების გაზდის კუთხით კიდე ერთი სივრცე და კიდე ერთი ადგილი შევმატოთ ჩვენ, ასე ვთქვათ, ამ კომპლექსს, ასე ვთქვათ, შეიძლება დავარქვათ და სადაც ვფიქრობ, რომ მეტად გაგვიმარტივებს იგივე საწარმო დატვირთულობასაც, ასევე სასაწყობე კუთხითაც, იმიტომ რომ ხის მასალა საკმაოდ გაბარიტულია, დიდ ტერიტორიებს და მასშტაბს საჭიროებს მისი, ასე ვთქვათ, სწორ შენახვას და შესაბამისად ჩვენც ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ამ კუთხით ტემპსაც ავყვეთ. და ვფიქრობ, ეს მიმდინარე რამოდენიმე თვეში მიმდინარე წელს დასრულდება. მე მგონი შენთვის ცნობილია, რომ დიდუბეში ექსპრეს ფილიალი შევმატეთ. ვცდილობდით, რომ ქალაქის უფრო ცენტრში გაგვეჩინა ისეთი სივრცე, სადაც ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი პროდუქციები თავს მოიყრიდა და დაკვირვების შედეგად მართლა კარგად მუშაობს იმ კუთხით, რომ მოხმარებლისთვისაც გაუადვილდა და კომფორტული ადგილია, კი, რომელიც ასე ვთქვათ დიდუბეში არის, მიგალაის სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი და ასე ვთქვათ, გვინდა ჩვენს განვითარება რეგიონის კუთხით, უფრო მეტად ვიყოთ მოსახლეობასთან, დიდ ქალაქებთან. სადმე კონკრეტულად უკვე განიხილავთ ფილიალს რომელიმე ქალაქში? ხო, რაღაც დოზით ფიქრის დონეზე, რა თქმა უნდა და კვლევის დონეზე ეგ ჩაშვებულია და ალბათ მივიღებთ გადაწყვეტილებას წელს, რომ რომელი ქალაქი იქნება შერჩეული, იმიტომ რომ რეალობაში მოთხოვნა, დაინტერესება და ტრენდის სახათ უკვე გადაქცევა, რომ ხე უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ შემოვიტანოთ ჩვენ საცხოვრებელ სივრცეში, იგივე კომერციულ ფარჩი და მე ვფიქრობ დავუბრუნდეთ ქვია რა მაგას, იმიტომ რომ ჩვენ რა ვიცი მგონია რომ საქართველოში და ქართველებში ძალიან დამახასიათებელი იყო რა ხე დავუბრუნდეთ განახლებული სხვა თუნდაც ხისახეობით, ასორტიმენტით, დიზაინერული ჩანართებით, რაც ფაქტობრივად გვაძლევს საშუალებას, რომ ის ჩვენი ასე ვთქვათ სურვილები რაღაც მაქსიმალურად გამოვხატოთ და რეალობამდე მივიდეთ. თქვენი დახმარებით. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებთ. წარმატებები თქვენთვის.